ძველი საიდუმლო. თურგუთ რა ვქნათ? ჩინარი აქ არის. როგორ თუ აქ არის? ჩვენ სახლშია, სტუმრების ოთახში. მერთო ჩემო. ზუჰალ ხომ არ გაგიჟდი? ჩინარის სახლში როგორ მოიყვანე? ჩვენ ასე მოვილაპარაკეთ? გეფიცები, ჩემი ბრალი არ არის. ჩინარმა ტაქსის მსხოლს კითხა ჩვენი მისამართი და დაუკითხავად მოვიდა. ბავშვებს ხომ არ უნახავთ? ნახეს. მაგრამ საბედნიეროდ ვერ იცნეს. სეჰერი აქ რომ ყოფილიყო, ნამდვილად იცნობდა. ამისთვის მაინც ვიყოთ მადლობელი. კარგი, მაგრამ სასტუმროში რატომ არ წაიყვანე? აქ რატომ დატოვე? ასე სულელურად როგორ მოიქეცი? თურგუთ რა უნდა მექნა? დავიბენი, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. როგორც კი ყველა დაეძინებს, მაშინ ვეგავუშვებ. არა, მე თვითონ წავიყვან სასტუმროში. იმედია ამ სახლიდან ისე წავა, რომ ვერავინ იცნობს. ჩემგან ორნაბიჯი ხართ, მაგრამ ჩვენ ისევ შორს ვართ. ჩვენ შორის ისევ რკინის გისოსებია. მინდა ჩაგეხუტოთ და გითხრათ, რომ დედა თქვენი ვარ, მაგრამ არ შემიძლია. უფალს ყოველდღე ვევედრები, რომ თქვენს თვალებში გავმართლდე და დედა სიამაყით დამიძახოთ. სუფრა ჯერ მზად არ არის? რატომ ზარმაცობ? მიდი დაუჩქარე. ქალბატონო ზუჰალ, ყოველ საღამოს სუფრის გაშლა სამ დროს ვიწყებ. ნუ მეპასუხები ჯანან. ამაღამ ადრე ვივახშმებთ. ყველა ერთად მივირთმევთ და რაც შეიძლება მალე აალაგე მაგიდა. კარგი ქალბატონო, ახლავე გავშლი. მიცოლას პირიდან ისევ თაფლისდის. როგორც ჩანს, რაღაცაზე გაბრაზდა. გასაბრაზებლად მიზეზი არ სჭირდება. შეიძლება იმის გამოც გაბრაზდეს, რომ თვალს ზემოთ წარბი გაქვს. დაო? რა მოხდა? შემოდი. მოდი ძირფასო. დაო. ეს ერჯუმენტმა ჩაიდინა? შემოდი. შემოდი. დაო ჯანან, შეგიძლია ხელსახოთში ყინული ჩადო და მოიტანო. დაო? რა დაგემართა? ეს იმ ნაბიჯვარმა ჩაიდინა, არა? არა კაცი, ჭკუას ვასწავლე. არა ჩეთინ, არ ვუცემი ვარ. ასეთი რამ არ მომხდარა. არ დაგიჯერებთ, დაო. ერჯუმენტს კარგად ვიცნობთ. საკმარისია, ნუ იცავ იმ კაცს. უფლება არ აქვს ასე მოგექცეს. ახლავე წავალ და ამ ყველაფრისთვის პასუხს მოვთხოვ. ძვლებს გავუერთიანებ. მერე გაიგებს რას ნიშნავს ჩემს დაზე ხელისაწევა. უსინდისო, ჭკუას ვასწავლე, ახლავე. ჩეთინ, გთხოვ არ წახვიდე. შეიძლება რამე დაგიშავოს. დავიმ ნაძირალას, უპატრონო ხომ არ გონი ხარ? მე შენ გვერდით ვარ. ჩემს დას თიც ვეღარ დააკარებს, გესმის? არავის მივცემ უფლებას სიცოცხლე გაგიმწაროს. ამის უფლებას არავის მივცემ. ძმაო, გაჩერდი.
ასე ვერაფერს მოაგვარებ. დამშვიდი ეს საქმე იმ არაკაცის ცემით არ მოგვარდება. ხვალ ვეწავალთ პოლიციაში და სარჩელს შევიტანთ. მე თვითონ დავსჭი ესმა. მე თვითონ. აქ საიდან გაჩნდი? ოთახი შეგეშალა? ბიძა ჩემს დავამალე, იმიტომ რომ მამა ჩემის მოკლა უნდა. ღმერთმა დაიფარო შვილო, ეს როგორ შეიძლება? არ მომწონს ბიძია მამაზე რომ ბრაზობს. მამა ძალიან მიყვარს. ნუ გეშინია, არაფერს დაუშავებს. არასწორად გაიგე. ბიძიამ ალბათ იხუმრა. ასე თქვა, გავიგონე. შეიძლება გაბრაზებულია, მაგრამ მამას არაფერს დაუშავებს. ბიძა შენი ასეთი ადამიანი არ არის. რატომ არ მეშვებთ? მოუკლავი მარაკაც. მოუკლავ. შენც მშვიდად იცხოვრებ. მის გამო პრობლემები შეგექმნება, ჩეთი. გთხოვ არ წახვიდე. აქ რა ხდება? რატომ ყვირით? ბიძია, ჩემს და შეხედე. ეს მისმა ქმარმა ჩაიდინა. ახლა ვეწავალ და ჭკუას ვასწავლი. ეს არ შერჩება. საკმარისია, ძმაო, საკმარისია. მოუკლავ ჭკუას ვასწავლი. დურუს მაინც ნუ ასმენინებ ამას. ბავშვი აშინებ. დურუს ად არის? ცოტა ხნის წინ აქ იყო. დერეფანში ვნახავ. დერეფანში არ არის. ბაღში მოვძებნი. სამზარეულოშიც ვნახავ. იქნებზე ვითაა. სეჰერ. სეჰერ, შვილო, გაჩერდი. დურო, შვილო, სათხარ. სეჰერ, მოიცადე. შეიძლება ჩემს ოთახშია. წამოდი და დავიპოვოთ. დურო. შვილო. რამდენი ხანია გეძებ? რატომ გამოიგეცი? იმიტომ რომ ბიძი აყვირა და აქ დავიმალე. ბიძია ცოტა გაბრაზდა. თქვენ? Hala yoklar. ისევ არ ჩანან. Yoksa იქნებ სეჰერმა ჩინარი ნახა. ბატონო თურგუტ, ვახშამი მზად არის. წვნიანს მიირთმევთ? istemiyorum. ჯერ არ მინდა. მე მინდა მგელივით ფშია. დეიდა აიშე, ჩემი ნათესავია. როცა პატარა იყავი, რამდენჯერ მეგვესტუმრა, მაგრამ ალბათ არ გახსოვს. ჩემო პატარა. სათხარ, ყველგან გეძებდი. თამაში გინდოდა პატარა პრინცესაო? მამა ჩემის მოკლა გინდა? ეს რამ გაფიქრებინა? რაღაც არასწორად გაიგე. უბრალოდ ვიხუმრე.
იხუმრე? ო, რა თქმა უნდა. ხომ იცი რომ სხვა ადამიანს არაფერს დავუშავებ. ო, არ დაუშავებ. მოდი ჩემთან, მოდი. აი ასე. თავს როგორ გრძნობთ? ბევრად უკეთ ვარ. გმადლობ. რა მოხდა? დეიდა აიშე შეუძლოდ გახდა. კარგად ყოფნას გისურვებთ. გმადლობ შვილო. ქვემოთ სუფრა გაშლილია, მოგშივდებოდათ. რამე მიირთვით? არა. არ ვშია. სხვა დროს შევჭამ. ყველა რაღაცას ვეუბნებით. დავღალეთ. ქვემოთ ჩავიდეთ, ცოტა დაისვენოს. შეერმა ადამიანმა როგორ უნდა დაისვენოს? ცოტა მიირთვას და მერე განმარტოვდეს. წამობრძანდით, დაგეხმარებით. დეიდა აიში ავადა? არა ჩემო პატარავ. უბრალოდ თავბრუ დაეხვა. მეც რომ ასე მომივიდეს? არი დარდო, შენ გვერდით ვარ. არაფერი მოგივა. წამოდი. ჩვენი პატარა ქალბატონი სასტუმრო ოთახისკენ გაქცეულა. წამობრძანდით დეიდა აიშე. შეგერგოთ. სადმე დიხარ ბიძია? ამშია, თქვენ მიირთვით. თნიას მიირთმევთ? ჩემო პატარა. მოდი გვერდით მომიჯექი და გაჭმა. არ მინდა. შვილო, ასე არ შეიძლება. ნუ ხეშო, მიდი, თხოვნა შეუსრულე. შეგიძლია საჭმელი მაჭამო? რა თქმა უნდა შემიძლია. დურო შვილო, ჩემთან მოდი, დეიდას ნუ შეაწუხებ. საერთოდ არ მაწუხებს. ჩეთინ, კვებას ხომ აქცევ ყურადღებას? შენი რაციონი საყურადღებოა. ვარჯიშობდა უნდა აკონტროლო რას მიირთმევ. თორემ წონაში დაიკლებ. ჯანან, ჩეთინს დაუმატე. თქვენ მალათაში ცხოვრობდით? არ გვახსოვხართ? შვილო, ხომ გითხარი? პატარები რომ იყავით, რამდენჯერმე გვესტუმრა. სტამბოლში რატომ ჩამოხვედით? საავადმყოფოში რომ მისულიყო. გამოჯანმრთელებას გისურვებთ. დედა, შეგიძლია მარილი მომაწოდო. შეგიძლია მაჭამო? რა თქმა უნდა, ახლავე. შვილო, დამოუკიდებლად ჭამა ხომ შეგიძლია? შენს ადგილს დაუბრუნდი, დეიდას ნუ გადაღლი. არ მხლის. სიამოვნებით ვაჭმა. თეფს ხომ მოასუp თავად? ღმერთო ჩემო.
თქვენი სახე ძალიან მეცნობა, მაგრამ წყალი მიეყოლეთ. Oğlum, შვილო, biraz ara ver. ცოტა შეისვენე. Gel. მოდი, Yemeğini საჭმელი გაცივდება. მივირთოთ. Sen seversin. ლობიო მომამზადე. ვიცი რომ ძალიან გიყვარს. Sucuk da atmış. ცოტა ძეხვიც დაუმატე. ძალიან გემრიელი გამოვიდა. Rahmetli daha iyi yapar. ცხონებული უკეთ აკეთებდა, მაგრამ მადლობა. Afiyet olsun. გემრიელად მიირთვი. Hayırdır? Canın mı sıkkın? ხო მშვიდობა, ხასიათი გაგიფუჭდა? Sıkkın baba. ხო, მამა. Sıkkın. ცუდად ვარ. Anlat oğul. რა ხდება შვილო? Kafan takılmış. გამიზიარე. Hani annem hep ხომ გახსოვს დედა რას ამბობდა? bu dünyada ölüler değil, სიკვდილის არა, მაგრამ ადამიანების ბოროტების მეშინიაო. kadın haklıymış. მართალი ყოფილა მამა. Bu dünyada insan მხოლოდ ადამიანებს შეუძლიათ ერთმანეთი ასე გაიმეტონ. Bak, დღეს bu sabah bir ერთ დავას განვიხილავდი. adamın biri უდანაშაულო ადამიანმა ციხეში 12 წელი გაატარა. დანაშაული დააბრალეს. 12 yıl. 12 yıl sonra მხოლოდ ამდენი წლის შემდეგ გადაწყვიტა მოწმემ სიმართლის თქმა. ve ვერ adam ხვდები, madem biliyordu, თუ სიმართლე იცი, როგორ შეგიძლია გაჩუმდე? insan bilir სინდისი Allah'ın საერთოდ არ გააჩნია? Öyle. ასეც ნოიტყვი შვილო. Dünyanın შეიძლება საბაბი ქონდა. elbette რის გამოც konuşmamak სიმართლე istediği დამალა. vardır. Ne bileyim, korkmuştur. შეიძლება იმუქრებოდნენ და შეეშინდა. Kendisine bir zarar ნუ geldi. განსჯი. Susmuştur. Baba bunun için ასეთ საქციელს არაფერი ამართლებს მამა. yani ipe მოკლითაც რომ მემუქრებოდნენ, ამას მაინც არ ვიკადრებ. შესაბამისად ამის ჩამდენსაც ვერ გავამართლებ. özür dilerim. მაპატია, Sesim yüksek. ხმას აუწია, Ama მაგრამ მართლა არ მესმის. insan ადამიანმა ასეთი ცოდვა როგორ უნდა იტვირთოს? Baba. Ne demek რას ნიშნავს ვეღარ უძლებ? ამაზე ხომ შევთანხმდით? ის ქალი უდანაშაულოდ ისება. ნუ თუ სინდისი საერთოდ არ გაწუხებს მაო. Yok. არა, Bu vebali ასე ვერ ვიცხოვრებ. gidip ეს anlatacağım. ცოდვა არ მომასვენებს. İşlediğin suçun წავალ და cezasını ყველაფერს çek. ვაღიარებ. ის ქალი მოკვდა. Öldü mü? მოკვდა? ხო, გარდაიცვალა. რამდენიმე კვირის წინ. შენი აღიარებით არაფერი შეიცვლება. ქალი უკვე ცოცხალი აღარ არის. Ama bak, მაგრამ ჩემი მეუღლე არ მომკვდარა. მის ცხოვრებას ნუ დაანგრევ. ჩვენ შვილს უმამოდ ნუ დატოვებ. ამას ნუ გააკეთებ. ძალიან გთხოვ. Öldü. გარდაიცვალა? გარდაიცვალა.
ასეთ რამეს მხოლოდ ურწმუნო ადამიანი იკადრებს, მამა. Belki pişman. შეიძლება ინანა კიდეც, მაგრამ უკვე გვიანი იყო. Belki ალბათ იძულებული გახდა ასე მოქცეულიყო. çaresi yok. სხვა გზა არ ქონდა. ძალიან შემეშინდა, რომ სიმართლეს მიხვდებოდნენ ჩინარ. მეც შემეშინდა. მაგრამ ყველა უზომოდ მენეტრებოდნენ. ნახე, ჩემი შვილიშვილი როგორ მოიქცა. ჯერ არც კი მიცნობს, მაგრამ თითქოს სისხლმა სისხლი იგრძნა. ჩინარ, თხილად იყავი ვინმე არ გაიგოს. სჯობს წახვიდე. ბავშვები ხომ ნახე? ძალიან გთხოვ. წასვლა არ მიხსენო. ამ ღამით აქ დავრჩები. პირობას გაძლევ, დილით წავალ. ჩინარ, რთულ სიტუაციაში მაყენებ. თურგუთი განაწყენდა. ვახშმის გარეშე წავითა. არც კი შემომხედა. ახლა როგორ ვუთხრა, ჩინარი ღამით დარჩება მეთქი. საშინლად გაბრაზდება. ბატონ თურგუთს მე დაველაპარაკები. თუ საჭირო გახდება, მუხლებში ჩავუვარდები. სად არის? ჩინარ. ჩინარ, სად მიდიხარ? ჩინარ, მოიცადე. რასიმ რასიმ ძმაო რასიმ რასიმ ჩინა რასაკეთებ? ძალიან გთხოვ არ წახვიდე. მომისმინე. და მერე თუ მეტყვი ამ სახლში აღარ მინდა გნახავო, მაშინ მეწავა. ვიცი. ჩემი სახის დანახვაც არ გინდა. მაგრამ ძალიან გთხოვ, თვალებში შემომხედე. მხოლოდ ერთხელ. რასიმი შენი ძმა იყო, ჩემი მეუღლე. ჩემი შვილების მამა, ოჯახის საყრდენი იყო. რამეს როგორ დავუშავებდი? ერთმა ადამიანმა იცის, რომ უდანაშაულო ვარ. წერილი მომწერა. უსამართლოდ დავისაჯე. ღმერთმა იცის, რასიმს არაფერს დავუშავებდი. უზომოდ მიყვარდა. ძალიან გთხოვ, თუ საჭიროა დაგიჩოქებ, უფლება მომეცი, რომ ღამით აქ დავრჩე. წლების მანძილზე შვილების ნახვაზე ვოცნებობდი. ერთ ღამეს მათთან ერთად ერთ ჭერქვეშ გავატარებ. ჩემი უდანაშაულობა თუ არ გჯერა,
შვილების ხათრით მაინც დამრთენება. თურგუთს არ უნდა რომ დარჩე. აღარ ემუდარო ჩინარ. წამოდი, წავიდეთ. შენ მაძმამ იმიერ შეიცის, რომ უდანაშაულო ვარ. ერთ დღესაც სიმართლეს ყველა გაიგებს. შეგიძლია დარჩე. მადლობა ღმერთს, გამახარე. ამ სიკეთეს არ დაგივიწყებ. ჩემს ყოფნას ვერც კი იგრძნობ. ჩემო პატარა, ვიდრე დაიძინებ, მინდა ზღაპარი მოგიყვე. თოჯინასთან თამაშობ? ხო. შენი შვილი ძალიან ლამაზია. რა ქვია? არსეჯიკი. გინდა რომ ახალი თამაში გასწავლო? ხო, ძალიან მინდა. დელი მომეცი? 5 პატარა ძმა ცხოვრობდა. ერთ მშვენიერ დღეს სანადიროდ წავიდნენ. ერთმა ძმამ ფრინველი მოინადირა. მეორემ გაასუფთავა. მესამემ შეწვა. მეოთხე მიირთვა. მეხუთე გაბრაზდა. სულ შეჭამეთო? მაშინ მე თქვენ შეგჭამთო. ხუთი პატარა ძმა ცხოვრობდა. ერთ მშვენიერ დღეს სანადიროდ წავიდნენ. ერთმა ძმამ ფრინველი მოინადირა. მეორემ გაასუფთავა. მესამემ შეწვა. მეოთხე მიირთვა. მეხუთე გაბრაზდა. სულ შეჭამეთო? მაშინ მე თქვენ შეგჭამთო. დედა, დედა აიშესთან ერთად ვთამაშობდი. ძალიან კარგი. ახლა ძილის დროა. აიშე დეიდას ტყუილი ძილი უსურვე. აიშე დეიდა არ წახვიდე, ცოტა ხნით კიდევ დარჩი. დედიკო, შეიძლება დეიდა აიშემ დამაძინოს? მაპატიეთ. დანახვის წამიდან მოსვენებას არ გაძლევთ. არას ამბობთ. საერთოდ არ მაწუხებს შვილო. აიშე დეიდა არ წახვიდე. დარჩი ჩემთან, ვითამაშოთ. რადგან ასეა, თუ არ შეწუხდებით, ცოტა ხნით კიდევ დარჩით. მანამდე რძეს გავუთბობ და დავბრუნდები. კარგი შვილო. რა ჩაიდინე თურგუთ? გენდე და აქ მოვიყვანე, მეგონა უარს ეტყოდი. შენ კი დარჩენის ნება მიეცი. ისედაც მთელი დღეა ბავშვები თვალს არ აშორებენ. სიმართლე რომ გაიგონ, რა უნდა ვქნათ? ამ ქალს ქმარი მოუკალიზო ჰალ. ჩემ გამო, წლების მანძილზე მას საკუთარი შულები არ უნახავს. სრულიად უდანაშაულოდ დაისაჯა. ასე ნუ მიყურებ ზუჰალ. მისთვის მცირედის გაკეთება მაინც შევძელი. იმედია შენი სინდისის ქენჯნა არ შეგვიწირავს. რაც გინდა ისქენი. ეს ქალი სახლიდან სასწრაფოდ უნდა მოვიშოროთ. რა მოხდა? გინდოდა რამე? არაფერი. ბავშვს რძე გავუცხელე. კარგი. ღამე მშვიდობისა. აშკარად რაღაც ხდება. ღმერთო, იმედია ყველაფერი კარგად იქნება.
სასახლეს ულამაზესი ბაღჩა ჰქონდა. ბაღჩაში ულამაზესი ბულბული ცხოვრობდა. ისეთი საოცარი ხმა ჰქონდა, რომ მის მოსასმენად შორიგზიდან მოდიოდნენ. ღმერთო, უკვე ჩასწინებია. იძინო შვილო. აშკარაა, რომ დღეს ბევრი გადაიტანა. ცოტა ხნის წინ რომ ზღაპარს ყვებოდით, თითქოს სადღაც მოვისმინე. რა ვიცი, რიგითი ზღაპარია. შეიძლება სადმე წაიკითხეთ. წავალ დავიძინებ. კბილ ძილს გისურვებ. რა დამაძინებს სულ? თურგუთი ძალიან გამიბრაზდა. როგორც იქნა დავამშვიდე. შეეცოდე და დარჩენის უფლება მოგცა, მაგრამ ბრაზი ჩემთან ამოანთხია. თურგუთი ასეთია. ღმერთმა სიკეთით გადაგიხადოს. არა უშავს. ეს ღამე როგორღაც მშვიდობიანად გავათენოთ და დილა ადრიან სასტუმროში წაგიყვან. აღარ გადაგხლი. დაწექი და დაისვენე. ზუჰალ, ერთი კითხვა მაქვს. საერთს რა სჭირს? სილურჯეები შევამჩნიე. ქმარმა დაუშავა რამე? ხომითხარი ბედნიერიაო. საყვარელ ადამიანზე დაქორწინდაო. გაჩუნდი ჩინარ. რომ დავინახე მეც შოქში ჩავვარდი. ამდენი წელია ქორწინებაში ასეც პირველად ვხედავ. ისევ რომ გაიმეოროს? რამე უნდა მოვიმოქმედოთ ზუჰალ? არა ჩინარ, არი დარდო. თურგუთი ამას არ დაუშვებს. ვინ იცის რამდენი რამ გადაიტანა და აქამდე ითმენდა. ღმერთო, მადლობას გწირა. როგორც იქნა ჩემი შვილების ნახვა შევძალი. მამა ცოცხალი რომ ყოფილიყო, შენითი ამაყებდა შვილო. იტყოდა ჩემი ჩეთინი გაიზარდა, გოლიათი გახდაო. ყველა ძალიან დავიტანჯეთ შვილო. უდანაშაულოდ დავისაჯე. თქვენ კი ობლად დედმამის გარეშე გაიზარდეთ. პირველად დედა რომ დამიძახე. ეს ბავშვი ძალიან ჭკვიანი გაიზრდებაო, მამამ თქვა. კეთილი იქნებაო. დარწმუნებული ვარ მისი სიტყვები გამართლდება. და მართლა ასეთი გოგო გაიზრდები. ესმა ჩემო ლამაზო, ჩემო დახატულო, თვალებ ციმციმა. გუდრად, შვილო,
ჩემო სიხარულო. თითქოს ის არ გეყოფოდა უჩემოდ რომ გაიზარდე და ძმასაც დაგაშორე. მაპატიე შვილო. მაპატიე ჩემო ქუდრეთ. სხვა გზა არ მქონდა. 4 კედელში ვერ გამყოფებდი. ასეთ ბავშვობას არ იმსახურებდი. ბოლოს რომ გნახე შენ შულზე პატარა იყავი. დიდი რომ გავიზრდები დედა გავხდებიო ამბობდი. ჩემო შვილო. ასე როდის გაიზარდე, უკვე საკუთარი შვილი ყავს. მე და მამა შენი ცივნიავს არ გაკარებდით. ქმარმა კი უმოწყალოდ გაკიმეტა და გცემა. მაპატიე ვერ დაგიცავი. შეუფერებელი ადამიანი შეგიყვარდა. მაპატიე შვილო. ძმაო. ძმაო არ წახვიდე მომისმინე. რასიმი არ მომიკლავს. ვიცი რომ ჩემი არ გჯერა, მაგრამ საკუთარ შვილებს გეფიცები არ მომიკლავს. მოიცადე გთხოვ. რასიმი ძალიან მიყვარდა. თავიდან თმის ერთი ღერიც რომ ჩამოვარდნოდა, არ დავუშვებდი. ზიანს ვერ მივაყენებდი. არც მიმიყენებია. ცილი დამწამეს. პირობას გაძლევ. საკუთარ უდანაშაულობას ყველას დაგიმტკიცებთ. დროს ტყუილად კარგავ ჩინარ. ძმა მომიკალე, ამას ვერასდროს გაპატიებ. მაგრამ მაინც შეგიცოდე. შურისძიება არ მიცდია. სიცოცხლე გაჩუქე. მეც ნუ მოინდომებ. ჩემს დიდ სულოვნებას ბოროტად ნუ გამოიყენებ. დილით ჩემი სახლი დატოვე. აღარ მინდა რომ გნახო. არ მომიკლავს. უდანაშაულო ვარ. ყველას დავუმტკიცებ რომ უდანაშაულო ვარ. არ მინდა საკუთარ შვილებს მკვლელი ვეგონა. ქალბატონო აიშე. გისმენ შვილო, რამე გინდოდა? არა. ფანჯრიდან დაგინახეთ როგორც ჩანს. დაძინებას ვერ ახერხებთ. ასეა შვილო. სხვის სახლში დაძინებას მიჩვეული არ ვარ. ძილი არ მეკარება. დიახ, მესმის. რატომ არ გძინავს? ხომ არ გტკივა? არა. კარგად ვარ. როგორ მოხდა შვილო? ეს ვინ ჩაიდინა? ჩემი მოუხერხებლობის ბრალია. ნიშნულოვანი არაფერი. არი დარდოთ. არ შეგცივდე შვილო. გრილა, აჯობებს სახლში შეხვიდე. მეც დავწვევი.
დილით ექიმთან უნდა მივიდე. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ. Allahu Ekber, Allahu Ekber. Allahu Ekber, Allahu Ekber. Ah Safiye. სოფია, Hata შეცდომა დავუშვით. çok büyük ve დიდი ცოდვა დავიდეთ. oğlumuz için ჩვენი შვილის გამო სხვა ბავშვები გავწერეთ. ben bu სინდისის კენჯნა არ მასვენებს. İnşallah იმედი მაქვს ღმერთმა შეგინდოდა სულის სიმშვიდე მოიპოვა. İnşallah yattığı იმედი მაქვს ჩემო ძვირფასო. Allah ღმერთმა შეისმინოს შენი ლოცვა. Al baba. გმადლობ მამა. Gel otur. მოდი, დაჯიქი. Hayırdır? ისევ დედას უზიარებ დარდებს. Benimle mi dertleşiyorsun yine? Ne yapayım baba? რა ვქნა? Annem beni დედა dinler, შენს ჩემი ესმოდა. anlardı. მისმენდა. Şimdi başım როცა ცუდად ვარ, ისევ მას ვესაუბრები. Ben de günü... აქრისთვის ვარ. მე სიამოვნებით მოგისმენ, ხომ იცი არა? biliyorum oğlum შვილო ვიცი, ama annen მაგრამ დედა შენი სხვა იყო. onun yerine hiç მის ადგილს ვერავინ შეავსებს. sen de özlüyorsun. ხომ გენატრება? Bana diyorsun ama არ იმჩნევ, მაგრამ ვიცი რომ გაკლია. ben seni. Ben halimden ასეა, memnunum ama მაგრამ თან ბედნიერი ვარ. senin gibi... ვამაყობ რომ შენნაირი პატიოსანი, oğlu olduğum için სუფთა კაცის შვილი ვარ. hem anne დედობასაც მიწევდა, მამობასაც. Ya, elinden Ama zalyan geleni vapasap. yapmaya çalıştın, biliyorum. Ama merak etme. ყველაფერს გავაკეთებ. Annemin gözü... ვირდებით რომ არასდროს შეგარცხენთ. İnşallah oğlum. ღმერთმა ქნას შვილო. Allah bundan წარმატებებს გისურვებ. Hadi bakalım. წამოდი, დღეს საუზმე ჩემზეა. Benden. Ofise geçerken... სანამ სამსახურში წავალ, კაფეში შევივლი. კარგი იქნება. მეც წამოვალ. 2 დღეა არ ყოფილ ვარ. ჩაის მაინც დავაყენებ. Yok. Bugün Ara, sana დღეს hiç დაისვენე. yok. Merak ყველაფერს მე მოვამზადებ. Hadi bakalım. კარგი შვილო. ღმერთო მადლობას გიხდი საკუთარი შვილები ისევ რომ მანახე. მართალია ვერ მიცნეს, მაგრამ არა უშავს. მაინც ბედნიერი ვარ. ვიდრე ჩემს უდანაშაულობას არ დავამტკიცებ. არც იქნება სწორი ვუთხრა, რომ მათი დედა ვარ. ეგ დღეც აუცილებლად დადგება. ვიცი რომ შემეწევი უფალო. შენ ხომ იცი უდანაშაულო ვარ. გთხოვ, უდანაშაულობის დამტკიცებაში დამეხმარე. შემეწიე რომ ეს შავი ლაქა ჩამოვირეცხო. შენ ხომ იცი, ჩემი გული სუფთაა. არაფერში ვარ დამნაშავე ღმერთო. თურგუთ. ნაყოფიერ და სასიამოვნო დღეს გისურვებ. ღმერთი შენკენ. გმადლობ. თურგუთ. ეცადე ის კაცი დაუყოვნებლივ იპოვა. ჰალილი რომ ქვია. წერილი მან დაწერა თუ არა გავიგოთ. კარგი? ჩინარს სასწრაფოდ გავაცილებ. თურგუთ, ხომ გესმის?
ჩინარი სასწრაფოდ უნდა წავიდეს, თორემ პრობლემებს შეგვიქმნის. Biliyorum. მესმის. Halledeceğim. ყველაფერს მოვაგვარებ. Sen Çınar'ın ჩინარს თვალი არ მოაშორო. კარგი ჩემო სიცოცხლე. იმედია კარგი ამბებით დაბრუნდები. Günaydın. დილამშვიდობისა. კარგ დღეს გისურვებ. Böyle ayakta ასე olmaz. ფეხზე ნუ ისაუზმებ. Birazdan kahvaltıya საუზმე çıkacağım. ცოტა ხანში მზად იქნება, იქნებ დაელოდო. Bekleseydin keşke. Yok hiç bekleyemem. არა, ვერ დაველოდები. გვიან საუზმობენ. Hem ben zaten ასე მიჩვეული ვარ. Olmaz. ასე არ შეიძლება. Sen geç. დაჯექი და ახლა ვეგაგიმზადებ რამეს. Hiç gerek. საჭირო არა, უკვე დავნაყდი. არ შეგაწუხებთ. რა შეწუხებაა? დაჯექი. ახლა მოგიმზადებ. მით. Aynısı. ჩემს დასკავხართ. ისიც გათხოვებამდე დილა ადრიანი ღვიძებდა და საუზმეს გვიმზადებდა. მშიერ სახლიდან არ გვიშვებდა. Tıpkı annem. დედას გავდა. წინააღმდეგობას არავინ უწევდით. გახმოვანებულია მთავარ არხზე.